დღის განმავლობაში მუშაობთ ამ საკითხის შესახებ და კითხვებს უსვამთ ერთმანეთისგან განსხვავებული ასაკის და განსხვავებული გამოცდილების ადამიანებს. იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე წელზე მეტია ამ პროტესტს უდგანან სათავეში ქუჩიდან და ცდილობენ, რომ საკუთარი პროტესტის გამოხატვით, მოკლედ ქართულ ოცნებას მიანიშნონ, რომ აღარ სურთ, რომ ქვეყანას ეს ძალა მართავდეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ჩვენმა მცდელობებმა გამოავლინა ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი მიგნებაც იმის შესახებ, რომ დღეს ისე როგორც არასდროს საკმაოდ დიდი პოლიტიკით დაინტერესება და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ჭარბობენ აქ ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა არასდროს მათი სურვილი დიდი პოლიტიკა, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ახლა მათი მოვალეობა ერთ-ერთი, რომ ამ გზით წავიდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ოპოზიციური სპექტრი თუ პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, ვერ პასუხობენ ხალხის დაკვეთას მეტწილად და ის კრიტიკაც თუ ნაკლები კრიტიკაც, რომელიც ოპოზიციის მისამართით ისმის, უფრო უპრიანი იქნება, როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა საკუთარ თავზე აიღონ მეტი პასუხისმგებლობა და თავად შეეცადონ გააკეთონ უფრო მეტი. ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ სხვათა შორის იმ მიზეზების შესახებაც, რაც შეიძლება იყოს შემაფერხებელი ამ პროტესტისთვის და თუ როგორც ისინი ამბობენ, თუ პოლიტიკური ველი გაჯანსაღდება საქართველოში, შესაძლებელი იქნება, რომ ეს სახალხო მოძრაობა და სახალხო პროტესტი შედეგიანად დასრულდეს. საჭიროა მეც მინდა. აი სწორედ ეს არის შესაქმნელი, რომ შეიქმნას საინტერესო და საიმედო მოცემულობა. ბევრ ადამიანს, რომელიც აქტიური არ არის დღეს და ქუჩაში არ გამოდის, არ აპროტესტებს, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ქაოსის, არასტაბილურობის ეშინია. შენ უნდა იყო მზად, რომ აიღო ეს ხელისუფლება და მართო ქვეყანა თუ ის წავიდა. მე ბევრ ლიდერს ხედავ. მე ვხედავ ათობით ლიდერს საზოგადოებაში, როგორც რუსთაველის წინააღმდეგობის მოძრაობაში, ასევე სხვაგან, შეიძლება ყოველდღე რუსთაველზე არ იტყვის, მაგრამ აქტიურობს საზოგადოებაში. ყველა იცის, რომ მე ვარ ჯარისკაცი, მე ხო ხდებით, არ იღებს პასუხისმგებლობა და აუცილებელი ახლა საზოგადოებასაც ვეუბნები ამას, რომ პასუხისმგებლობის აღება ესეთი ბუნება მაქვს, რომ ამ ქვეყნის მსახურად მიმაჩნიათ ჩემი თავი და ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რაც ამ ქვეყანას ჭირდება ხოლმე. პირდაპირ ვიტყვი, რომ პოლიტიკური კარიერა გრძელვადიანად ჩემთვის არასაინტერესოდ მიმაჩნია, იმიტომ რომ სხვა რამები უფრო მომწონს, ასე ვიტყვი პირდაპირ. მეორე მხრივ, თუ საჭიროება მოითხოვს, რაც საჭირო იქნება, იმას გავაკეთებ. ამას ანუ არ გამორიცხავთ, რომ არ გამორიცხავ, თუმცა ამავე დროს არ მივესწრაფი, მოდი ასე ვიტყვი. მე არ გამორიცხავ ამ ამბავს, იმიტომ რომ გონია, რომ ზუსტად იმის გამო, რომ ამ წლების განმავლობაში კვალიფიციური ადამიანები თავს იკავებდნენ პოლიტიკისგან, მივიღეთ ის ოპოზიცია და ის რეჟიმი, რაც დღეს გვაქვს. სამწუხაროდ ყველა ვიიმედებდით თავს, რომ ამ არჩევნებზე თუ იმ არჩევნებზე რაღაც გარდატეხა მოხდებოდა და მეტად უფრო კარგ სიტუაციას მივიღებდით, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ჩვენ თუ არ ჩავერთეთ ჩვენ თვითონ, ხო? ვინც ხვდებით რაშია პრობლემა და ვისაც გვაქვს ჩვენი აზრი როგორ უნდა გამოსწორდეს ეს, ისე თავისით არაფერი არ მოხდება. ყველა ადრე თუ გვიან უნდა ვეცადოთ, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობები, სუმცირე თუ არა პარტიები შევქმნათ და ამაში ჩავერთოთ. სადეთ, იმიტომ რომ თუ არ ვცდით და არ ავდგებით და ხელს არ გავანძრევთ ახლა ქართველები, მხოლოდ რუსთაველის პროტესტის იმედად და მხოლოდ ტელევიზორში საუბრის იმედად არ შეიძლება ვიყოთ. ახალი პოლიტიკური მოცემულობის ჩამოყალიბების შესახებ უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში საუბრობენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა პოლიტიკური განაცხადი თუ ასე შეიძლება ამ უკანასკნელს დავარქვათ, გუშინ გააკეთა ვიქტორ ყიფიანმა, ივანიშვილის ყოფილმა იურისტმა. პირველებისთვის მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა და რამდენიმე წუთის წინ დიანა ტრაპაიძის დღის ამბების ეთერში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა იმ მოტივების შესახებ, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს გადამწყვეტი მისთვის, რომ პოლიტიკაში წავიდეს. ის ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი ჯერ დაფუძნდება თუ არა მისი ხელმძღვანელობით პოლიტიკური პარტია, მაგრამ მიანიშნებს, რომ მეტწილად ეს დამოკიდებულია საზოგადოების დაკვეთაზე. ისე კი აღსანიშნავია, რომ როდესაც ვიქტორ ყიფიანი საუბრობს პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე, ის ყოველთვის ახსენებს სიტყვებს ჩვენ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ვიქტორ ყიფიანიც არის ერთ-ერთი, ვინც საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ბევრს საუბრობს და მსჯელობს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. პოლიტიკურ პარტიას არ ქმნის არც ვიქტორ ყიფიანი და არც დიანა ტრაპაიძე და რომელიმე სხვა. პოლიტიკურ პარტიას ქმნის დრო, პოლიტიკურ პარტიას ქმნის გარკვეული პრინციპების ირგვლივ ერთობა და პოლიტიკურ პარტიას ქმნის საჭიროება და მოთხოვნა. მე ჩავთვალე, რა თქმა უნდა, რომ არის მოთხოვნა, არის საჭიროება საზოგადოების მხრიდან, გარკვეული სეგმენტების მხრიდან, რომ
მოხდეს გადახარისება პოლიტიკურ პარტიული ველის, ხას უსვამ პოლიტიკურ პარტიული ველის და ამ მხრივ გადახარისება მოხდეს არა მხოლოდ სახეების დონეზე, არა მხოლოდ სუბიექტების დონეზე, არამედ ხელწერის და მიდგომის დონეზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე არა მარტო მზაობა განვაცხადეთ, არამედ ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი შეთავაზება. ეს შეთავაზება ამ შემთხვევაში შესაძლოა გამოირჩეოდეს უკვე დამკვიდრებული შეთავაზებებისაგან. ასე მაგალითად, ჩვენ საუბრობთ, რომ დროა ქართული პოლიტიკური აზრი გაიზარდოს, დროა დასერიოზულდეს. ფაქტი არის, რომ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი დაინტერესებაა პოლიტიკით. ჩვენ მაყურებელს ვასმენინებთ სხვადასხვა ასაკის და გამოცდილების მქონე ადამიანებს, რომლებიც ამბობენ ღიად და გადაჭრით, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, ისინი მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. ახლა უკვე საინტერესოა, ვინ ვის გუნდში შეიძლება რომ ვიხილოთ, თუ ასეთი გუნდი ნამდვილად შეიქმნება, ან ზოგადად ვინ არის კიდევ მზად იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს.